Tempi, sanam çağırıyor. Bekir arada uyuyor მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია რომელი საპროტესტო აქციის თავგზავნილია ანწუხელიძე უბუდავია რუსეთი ოკუპანტია და თქვენ ხედავთ ახლა სამწებს როგორ ანთებენ პროევროპული აქციის მონაწილეები რომ დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს 42 წლის გახდებოდა ეს საპროტესტო აქციები იმართება საქართველოში როგორც ბათუმში ასევე თბილისში და არა მარტო დიდ ქალაქებში 2024 წლის 24 ნოემბრიდან მას შემდეგ რაც ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად ქართული ოცნებისგან ის რომ ისინი აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს და მას შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები მათ შორის ბათუმში უკვე ტრადიციული თავშეკრის ადგილი არის საკონსტიტუციო სასამართლო სადაც დღესაც არიან შეკრებილი პროევროპული აქციის მონაწილეები და დღეს გარდა იმისა რომ აქ ყოველთვის არის ეს ბანერი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ასევე დროშები საქართველოს ევროკავშირის უკრაინის დროშები სოლიდარობის ნიშნად დღეს ასევე არის გამოფენილი ბანერი რუსეთი ოკუპანტია ანწუხელიძე უბუდავია და აქციის მონაწილეები ახლა აწყობენ ესეთ პერფორმანსს ისინი ანთებენ სანთლებს საქართველოს დროშის ფორმით და ამ ფორმით ეხმაურებიან ისინი დგამამდელ დღეს. მე გავისაუბრო აქციის მონაწილეებს და მათ ვკითხოთ ბოლო ამბებთან დაკავშირებით მათ შორის ღარიბაშვილის წერილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილზე რომელიც დღეს საღამოს გამოქვეყნდა Facebook-ში. მოდი გავისაუბროთ ნინე კაკულიას. საღამოშიდობის ნინე ბოდიში რომ გაწყოდინებ საუბარს მაგრამ ლაივში ვართ. განსაკუთრებულად საინტერესოა თქვენი კომენტარი დღეს როცა ანწუხელიძის დაბადების დღეა თქვენ აფხაზეთიდან ხართ დევნილი და დღეს თავგზავნილია ამ აქციიდან ის რომ ანწუხელიძე უბუდავია. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თქვენთვის გიორგი ანწუხელიძეს განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ჩვენ ვისმენთ ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების განმარტებებს რომ მაგალითად გიორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველო და ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი აქტი საქართველოში და ასევე ჩვენ მოვისმინეთ მათი როგორ დაადანაშაულეს მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში რომ არანაირი 7 აგვისტოს არ დაუწყებულა ომი 2 აგვისტოს დაიწყო იმიტომ რეგულარული არმია საქართველოს შემოვიდა 8 აგვისტოს ასე იყო კობახიძის განმარტება მიხეილ სააკაშვილის თემიდან ძალიან მაინტერესებს როცა ამბობენ რომ ხალხს უსწრეჭავდა და დაცოცავდა თვითონ სადიყვნენ მაგ დროს. კი ადვილია ძალიან ადვილია გაკრიტიკება ნებისმიერი ადამიანის თვითონ რას აკეთებდნენ ამ დროს სად იყვნენ და რა გააკეთეს ქვეყნისთვის იმ ძალიან რთულ პერიოდში. ხო არიან თვითონ ძალიან კარგები ხო? ხო. ეს კითხვა ძალიან დიდი ხანია მაქვს თავში. რაც შეეხება ანწუხელიძეს და მის გაშალებას, მისი რეპუტაციის შელახვას, მისი გმირობის კითხვის ქვეშ დაყენებას. უბრალოდ ამ ადამიანებს ღირსება არ გააჩნიათ არანაირი. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც თუ და სხვა თემაზე გადავა, როდესაც ზელენსკის პოლონეთის პრეზიდენტმა წაართვა ორდენი, ადრე მინიჭებული, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ჩააბარეს ეს ორდენი ნავროცკის სოლიდარობის ნიშნად. ისინი მოსახლეები არიან პოლიტიკაში, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნის ღირსებას ეხება და როდესაც ეს ისტორიული ნაბიჯი გადასაქმელი ეს გააკეთეს საქართველოში
ყოველი აი თავრობა ლავს ასხამს თავის წინამორბედს. ძალიან გულსადგენია, რა თქმა უნდა, შეცდომები. მაგრამ თან ეს ხდება საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე, ხო? იმიტომ რომ სააკაშვილი წარმოადგენდა საქართველოს და საქართველოს პრეზიდენტი იყო იმ პერიოდში. ომის დაწყების თარიღს. ეს რუსების ნარატივია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რუსეთის მსახურები არიან, რუსეთის ასხამენ წყალს და იქიდან თავისდაც სასარგებლოდ იღებენ დივიდენდებს. ხო. ამ უკვე აღარ დარჩა ორი აზრი არ არსებობს ამ თემაზე. და აფხაზეთთან დაკავშირებით იმას გეტყვით, რომ დღეს შევიყავი, სადაც ჩემი დასწავლა. ბოდიში, სამახსოვრო ფოტოს იღებენ, ჩვენც გადავიღოთ და გავაგრძელოთ ეს ინტერვიუ, ბოდით გადავიღოთ თან ფოტოც. აქციაზე იღებენ სამახსოვრო ფოტოს. ამ ბევრი ხართ არეტევი. ანთებულ სანთლებთან, რომელიც მათ მოაწყოს დღეს საღამოს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს. ანწუხელიძე უკტავია. დიდება გმირე. სიკვდილი ოლიგარქ. თქვენისგან შეძახილებს ბათუმის საპროტესტო აქციიდან ანწუხელიძე უკდავია. ნინე კაკულიას ვესაუბრებოდი და განვაგრძელოთ საუბარს. ბოდიში რომ შევწყვიტეთ საუბარი. დიახ. დავჩერდი იმაზე, რომ ვიყვებოდით ეს ვიყავი სადაც შევხვდი ჩემ და რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს. ჯერ კიდევ ომამდე ცოტა ხნით ადრე გათხოვდა და იქ ცხოვრობს სევილისი ოჯახი. ან დღესაც ცხოვრობს აფხაზეთში, ხო? და ხონდა სხვათა შორის იმ თემაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ეს საწვავის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტანის და მათ შორის ენგურხესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ. წლებია უკვე ვიცი, რომ ეს ელექტროენერგია ზოგადად უფასოდ მიეწოდება აფხაზეთის მოქალაქეებს, მაგრამ ფაქტობრივად ის მათ არ მიეწოდებათ 100%, იმიტომ რომ მაინინგ კომპანიებს მიაქვთ და ეს კომპანიები რუსეთისა. რუსეთს ის საწვავით, რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეთა არ იცის, როგორც ჩვენ არ ვიცით, რა იყო სინამდვილეში, რაც გადაიტანეს, იყო თუ არა ის საწვავი. არ ვარ დარწმუნებული და ვერ ვიქნები, სად წავიდა იქიდან, რატომ გადაწყდა რაღაცა უაზრო კამათი მიმდინარეობს ამ თემაზე. ამ დროს ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს ფაქტობრივად. რატომ, რისთვის და ამ საწვავზეც იქ არ აქვს ინფორმაცია, სად წავიდა. აფხაზეთშიც არ იციან ამის შესახებ, სად წავიდა ეს საწვავი. მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. მაგრამ თორემ მოსახლეობას აქვს ასევე საწვავის დეფიციტი, როგორც ვიცი, ხო? როგორც რუსეთში. ზოგადად სიტუაცია რთულესია. კანონის მხრივ საერთოდ აი ეს წლები თუ მოპარული, მოტაცებული, მოხული, თუ მკვლელი, გაქცეული წლები უკვე გრძელდება ასეთი ძალიან ცუდი მდგომარეობა. და სხვათა შორის იქ ჩასული ტურისტებიც აკრიტიკებენ, იმიტომ რომ ისინი არ არიან დაცული არანაირად. ის ხალხიც რომ ამჩნევს ამას და აღნიშნავს, ესეც უკვე უბრალოდ მეტყველია. და ბოლოს იმას ვიტყვი, რომ რა უნდა მეთქვა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით მე ძალიან კარგად მახსოვს, არ გვეძინა. იმ ღამე ომი დაიწყო 7 აგვისტოში, ძალიან კარგად მახსოვს ეს და ანწუხელიძის თაობით ვინც მონაწილეობდა და განსაკუთრებით ვინც
ყველაზე ძვირფასი თავისი სიცოცხლის შესწირა ამ ქვეყნის მომავლისთვის ის ყველა ეს ადამიანი გმირია ჩემთვის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ომსაც რაც შეყავ, აფხაზეთის ომის გმირებიც არ უნდა დავივიწყოთ და დღეს რასაც გვიკეთებს ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა, ეს არის მავნებლობა, ეს არის ხალათი, ქვეყნის ხალათი არის. დიდი მადლობა. ეს ნიკა კულია იყო თქვენმა მოსმენით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგეხსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს უყურებთ თქვენ ახლა ჩვენს კადრში. დღეს ამ აქციის ერთ-ერთი გზავნილია ასევე ანწუხელიძე უკვდავია. დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა და ესეთი დროშა მოაწყვეს პერფორმანსის სახით პროევროპული აქციის მონაწილეებმა სანთლებით. თქვენ ხედავთ აქ გამოფენილ ბანერს გზავნილებით ანწუხელიძე უკვდავია რუსეთი ოკუპანტია. ესეთია ამ ბანერის მთავარი გზავნილი. მე მინდა გავისაუბრო განსაკუთრებით ალბათ უფრო პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ ეს ღარიბაშვილის წერილი ვნახეთ. თემურ საღამოშობისა მინდა რომ გაგესაუბროთ პარტია გირჩი, აქტიური მოქალაქე. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ღარიბაშვილის ახალი წერილი ვნახეთ, ხო? დღეს საღამოს გამოქვეყნდა Facebook-ში. მე დარწმუნებული რომ ნახავთ თქვენ ამ წერილს. მაიძულესო პოლიტიკურად გააქტიურებაო და სხვა გზა არ დამიტოვესო. ის აღარ ახსენებს ივანიშვილს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, რას აჩვენებს ღარიბაშვილის ახალი წერილი. თქვენთვის რა იყო ყველაზე საინტერესო გზავნილი ამ ღარიბაშვილის წერილიდან? გუშინაც და დღესაც რაც ნახეთ, ჩემი აზრით მაგ რაზეც ყურადღება უნდა დავამახვილოთ, არის ის, რომ მათ შორის არა მარტო ღარიბაშვილი, აგერ აი თომი კერიჟვაძე, რავი, ვანშერ ბურწულაძე, მიქაუტაძე, ლილოაშვილი, ანუ ყველა ეს ხოცი, ყველა ეს ხატება, რომელიც ქართული ოცნების მუშა მოსამსახურეებს ხავდათ ხატად, დღეს სად არიან და ამას რო შეხედოს, აი იმ ხოცებმა ეხლა შენს ვიდეოს ქვეშ მე და თქვენ შეგვარგინებენ, ხო ძალიან მარტივად მიხვდებიან რა ელით და ხო ამას ბევრჯერ ვამბობ, ადრეც ვიტყვამს, ეხლაც ვიტყვი, რომ კი ანუ ღარიბაშვილს რაც გაუკეთა ის სისტემა ანუ რა მოხდა სინამდვილეში თქვენი აზრით ღარიბაშვილის თავი? ჩემი აზრით მე რაც მგონია რომ ზოგადად ნებისმიერ რაღაცას საუბარი მოდიხარ კიდე რომ ინფორმაციის არ ქონის გამო ალბათ უფრო რაღაცა ვარაუდებია და რაღაცა ისეთი სპექტაკლების კომენტირება, მაგრამ მე რაც მივხვდი რომ მოხდა რაღაცა ღარიბაშვილს მართლა ანუ რაღაცა სხვა კაი მაგალითად კობახიძემ რომ ეხლა წავიდეს ბიზნესგან, რავი ალბათ მეუღლე გაყვება და შეიძლება სიმართლე არც კი გაყვეს, მაგრამ ღარიბაშვილს რაღაცა ბნელი ხოცების ორგანული ნაწილი ეხლაც კი Facebook-ში მეც კი მხვდება რაღაცები, ვინც იგრძნობა ეს Facebook-ში არიან რაღაცა ბნელი ხოცები, რომლებიც არიან ამ ღარიბაშვილის ფანები თუ მიმდევრები თუ რავი რასაც დაარქვამ და არ არა. ნება რაღაც თავისი ორგანულად უფრო ხოცი იყო ვიდრე კობახიძე. ხო და ანუ ქართული ოცნების ასე თუ ისე მხარდამჭერების დიდი ნაწილი არის უფრო ღარიბაშვილის მომხრე ვიდრე კობახიძის, ანუ ეს კი, ანუ ეხლა ის რომ ჯერ სისტემაში ძალაუფლება კობახიძეს აქვს, უნებრივია რომ კობახიძეს უფრო მეტი მომხრეები ეყოლება, მაგრამ აი რო გააგდებენ კობახიძეს და იმ მდგომარეობაში ჩავარდება და ზუსტად ვიცი რომ ჩავარდება რაშიც ეხლა ღარიბაშვილია, კობახიძეზე სავარაუდოდ საკუთარი მეუღლეც არ დაწერს, არც ცოლისმა და არც სიმამრი და ამაზე საერთოდ უცხო ადამიანების პოსტები მხვდება საერთოდ ისეთების რომ რა ვიცი ხა აი ნათესაური კავშირი ვარ აქ კი ანუ ღარიბაშვილი კიდე ერთხელ ხაზგასმით მომბობ ხოცების ბნელი ნაწილისთვის უფრო ორგანული ხოცი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი ხოცი მათ შორის თუნდაც მდინარაძე ეგ ამბავი სავარაუდოდ არ მოსწონთ აქეთ პლანში არ გიჩვენა ბიძინა მაგათთვის ყოველთვის ღმერთია მათ შორის წეილებშიც კობახი ღარიბაშვილის ამ რაღაცებში ჩანს რომ ეხლაც ღმერთია ღარიბაშვილისთვის ოღონდ ამ ღმერთს უყვარს ხოლმე ერთმანეთში როცა ჭუბებს ბირთხებს აი კასში რო ბირთხებს ჩაყენდებს ეს საჭმო აი დაახლოებით ეგეთია ევასება ბიზნეს ეგ ამბავი და მაგრამ ამით გამიზანს აღწევს თქვა კობახიძე რაზე გადის რა შედეგზე გადის კობახიძე გადის იმაზე რომ აი ის რაც ზემოთ უკვე ვილაპარაკე რომ რაღაცა მინიმალური ბაბლი მაინც აქვს
ხოცებში შემთხვევით არ მოხდეს ისე რომ რაღაცა არ მოტრიალდეს უკან მეფის თუ მათთვის ღმერთის კარზე ბიზნეს კარზე არ მოიპოვოს კიდევ გავლენა და უცბად არ მოხდეს ისე რომ მან მოვიდეს ხელმოკლევაში და კობახიძე დარჩეს გარეთ. ხო, მაგრამ ციხეშია ეს კაცი და როგორ და მოსულიყო, რა საფრთხე დაინახა ამ მათ შორის ციხიდან გამოსვლაც მე მგონია რომ მალე მოუწევს ღარიბაშვილს, იმიტომ რომ ანუ შეიწყალებენ? ხუთლიანი აქვს, ნახევარს მოახტევებენ, ნახევრის მერე გამოუშვებენ, ხო და რისკია. და როგორც ჩანს, იმას ჩალიჩობდნენ რომ ანუ ამან ციხიდანაც რო გამოვიდეს, ვეღარ ასწროს, ვეღარაფერი ვეღარ მოახერხოს ცხოვრებაში ისე რომ კობახიძეს კიდევ ერთხელ მეორე ბიზნეს კარზე და არა ხალხში, იმიტომ რომ მაგათთვის წყარო, აი როგორც ის პოსტივის ის ამბობდა პროპაგანდისტი რა იყო, ნაცვლიშვილი ამბობდა, აი ყველაფრის წყარო, რაღაც ძალაუფლების წყარო, რაღაც აღმერთი ამბავი ბიზნესა, მაგათთვის ბიზნესა და ბიზნეს კარზე რო გავლენა არ მოიპოვოს ღარიბაშვილმა, ცდილობდნენ მაგის საბოლოოდ ისე განადგურებას, რომ აი ბიზნეს კარზე 0% ჰქონდეს შანსი გავლენის მოპოვების. ხო და ეგ გაუტყდა იმ ბიზნესზე მლოცველ ღარიბაშვილს, რომ აი ბიზნეს თვალშიც მანადგურებენ და ეგ არა. მაგრამ ბრძოლას ვიწყებო ღარიბაშვილი ასე ამთავრებდა დღევანდელ წერილს. მაგათი ყველასი ბრძოლა აი ბრძოლას იწყებდა კვირიკაშვილი. სად არის? ბრძოლას იწყებდა მარგველაშვილი. სად არის? ის ქალბატონი იყო პრეზიდენტ დამაგვიტანის სახელი. სად არის? ნებისმიერი სალომე ზურაბიშვილი, ნებისმიერი ხო გახარია, სად არის? გახარია ხო ბრძოლობდა ვითომ მას. ვითომ ბრძოლობდა ბიზნესზე კონკურენტებოდა რუსეთში, რომ აი მე ვარ უფრო მაგარი ვიდრე ბიზნესა და მე ამირჩი. ანუ ბრძოლა მაგათთვის იწყება და მთავრდება იქ, სადაც მათი კომფორტი არის. აი როგორ ანუ ესე გამოდის თქვენი საუბარი რომ ბიზნეს კარზე უფრო მეტად დაიმკვიდრა ახლა ადგილი და გაიმყარა თავის პოზიციები კობახიძემ. მარტო ამას არ გვაქვს საქმე და მეტი არაფერი. მათ შორის ის ჩანს რომ აი დააკვირდით აბა დინარაძეს რომ იქეთაკეთ დაატარებენ რაღაცა ნაცრისტო მარასავეთ ხო? ეხლა რისკი აქვს მათ შორის დინარაძეს რომ ანუ კობახიძე უყურებს რომ შეიძლება ამანაც გაიმყაროს ბიზნეს კარზე გავლენები და კალაძემაც და ძალიან დიდი ალბათობით არ ვიცი მე როდის, მაგრამ მალე ერთსაც ჩააყუდებს და მეორესაც. იმიტომ რომ კობახიძემ ეხლა ჯერჯერობით ყველაზე ისეთი რაღაცა რობოტული მაგრამ ეს არ იმოქმედებს ოცნების ამომრჩეველს. ისინი არაფერს არ გააკეთებენ, თქვა იგივე ვინც ეგრეთ წოდებული ფანები ვინც თქვენ ახსენეთ, ხო, ვინც არის ამ ქართულ ოცნებაში, იგივე ღარიბაშვილის ბანაკში. ამომრჩეველზე იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ქვეყანაში იქნებოდა არჩევნები. მაგრამ არჩევნები ხო არა გვაქვს ჩვენ და სულ კიდია ახლა ბოდიში ამ დარგომისთვის ეგ ამბავი. კობახიძეს რაღაცა რამდენი ადამიანი მიდის და ვის ხაზავს. ანუ საბოლოო ჯამში პროცესი დადის იქამდე, რომ ტექნიკურად რამდენის დაჭირდება და აიანგარიშებს ეგრეში და იმენს დაწყეს. აი ხშირად არის ხოლმე რომ აი სულ ყალბდებოდა ამ ქვეყანაში არჩევნები რომ მართლა კი სულ ყალბდებოდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა აატრიალო ეს ამბავი, რა აი 2012-ში მიშას რაც უნდოდა ის არ დაუწერია, თორე რო დაეწერა და ეთქო რაღაც მე 60% ავიღე, რავი ახლა მაშინ პოლიცია არისო, მაშინ ვერცემდნენ ხალხს, ვერ იზამდნენ მაგას, მაგრამ არ იქნა, იმიტომ რომ მიშა პოლიტიკოსი იყო და ფიქრობდა რომ რაღაცა მომავალი კარიერა ამბავი წავაგე, მოდი წავალ, შეიძლება მე უკან მოვიდე. მაგრამ ბიზნეს შემთხვევაში ეგრე არ არის. ბიზნესა ანუ კაფიო მაგალითი მოგრო ბათუმი 2021 წელს წააგო და მივიდა იქამდე რომ კაცი მოკლა რომ საკრებულო გადმოეფორმებინა. ანუ მარტივი ამბავია რაც მომდება, როდესაც არის ხოლმე აი არჩევნების მომხრეები რომ ეკამათებიან, სულ უსვამ ერთ მარტივ კითხვას რომ აი ხვალ 2000 რაღაცა წელს არჩევნები რო იქნება ბიზნესამ გამოვიდა და დაწერა რომ 109.9% მაგ აღებული. დაწერა რა შვები, ანუ მართლა მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენ რა შვები და პასუხი არა. ზუსტად ვიცი რომ ანუ ეგ მაშინ შეიძლება გაინტერესოს. ეს ბევრჯერმა ხალხმა ჩვენს წესში თქვა რომ ყველაფერს გააკვირდი სოციალური დაუცველები რო ყავდათ, ჩახსნეს ყველა. რაღაცა დასაქმებულების უსწავლელები, ხო? ის გერა შემოწმებასაც უწყვეტენ უკვე ადამიანებს, ხო? მათ რაოდენობას ამცირებენ. და რაღაც პერიოდამდე ჭირდებოდა. ეხლა აღარ ჭირდება. არჩევნები ტარდება ირანშიც, რუსეთშიც, ბელარუსშიც, კორეაშიც, თურქეთშიც, მონღოლეთშიც, ყაზახეთშიც, უამრავ აზერბაიჯანშიც არჩევნები ყველგან ტარდება და ყველას არჩევნები ჰქვია, ყველგან ბიულეტენია და ყველას იმ ხალხს ვინც მიდის და ხმასადებს ამომრჩეველს ეძახიან, მაგრამ რა ვიცი, რუსეთშიც, კორეაშიც, აზერბაიჯანშიც და ირანშიც ვიცით რომ არჩევნები რო ტარდება, როგორ სრულდება. ისე ჩატარდება, ახაც და მოსულდება როგორ დასრულდება. ამიტომ ეხლა ვიღაცას ღარიბაშვილი მოეწონება თუ ვიღაცას თემურა გორგაძე,
ბიზნესს ესეთ არ აინტერესებს. იცის როგორ უნდა დასრულდეს და არ გვაქვს არჩევნებს დაწერს იმას რაც უნდა ვიღაცაებს შეიყვანს პარლამენტში 100 თუ 90 თუ რაღაცა დეპუტატს თან გაიტოვოს დანარჩენებს. ანუ კიდევ უფრო კაფეოდ ჩანს რომ ქუჩის პროტესტია გამოსავალი და ხალხის მასობრივი გამოსვლა ქუჩაში წინამდე შემთხვევაში ყველა ვარიანტში იქნება დამყარებული დიქტატურა ამ ქვეყანაში. ეხლა ვკითხულობდი და სიცრუე მეგონა, მაგრამ არ ყოფილა სიცრუე, ვიღაცა რუსი მამუკა პიპია ამბობდა რომ აი მალე რაღაცა გეორგიევსკის ტრაქტატის ნაირ მეორე რაღაცას გავაფორმოთ და მართლა როცა ვიკითხე თვალებს არ უჯერდი და რაღაცა 60 ჩატში შედაც ვარ ვიკითხე რომ ეს ნამდვილია თუ უკვე კი ნამდვილია და ამისათვის აი ახლა ავდექი მარტო და ნამდვილი ხო საბოლოო ჯამში ჩვენ ხალხი საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად პარტიული, ეთნიკური, რელიგიური ამ ტიპის კუთვნილების თუ არ ამდგებით და არ გამოვალთ გარეთ და ამ გარეთ გამოსვლაში იგულისხმება ხალხი, ანუ იმდენი ხალხი, აი 10 მათში, აი შეიძლება მაგხონე ეს დათვლილი ეს მათემატიკა, რა ვიცი, ყველანაირი უხეში გაკეთებით 152,000 ამომრჩეველია და 50%-ს ვერ იღებს, 50% თუ ოპოზიციის ამომრჩეველია, ამის რაღაცა ოჯახიდან ერთი კაცი კვირაში ერთხელ აქ გამოვიდეს, ეხლა აქ უნდა იგეს დაახლოებით სადღაც 7-800 ადამიანი. 7-800 ადამიანი ყოველ საღამოს. ანუ კვირაში ერთხელ რომ გამოდიოდეს ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ეს მინდა რომ გავიმართოთ ამ კაფეოდ, რომ ამის რესურსი არსებობს ამ ქალაქში, რომ ვინც ოპოზიციის მხარდამჭერია, რაც ჩანს 20-ების CSGO-ს შედეგებითაც კი ჩანს, რომ თუ კი ამ ოჯახებიდან ერთი კაცი მაინც გამოვა კვირაში ერთხელ, დაახლოებით 7,000 კაცი იქნება ეხლა ამ საპროტესტო აქციაზე. და სულ სხვა სურათი გვექნება ქვეყანაშიც პოლიტიკური. ამომრჩეველია ბათუმში თან აჭარაზე რომ საუბარი რეგისტრირებული ჩავთვალოთ რომ რაღაცა ზოგადად სტანდარტულად ითვლება რომ ოჯახში ერთი წევრია მაგრამ მე ავიღებ 5 ჩავთვალე რომ აქედან არის 30,000 ოჯახი 30,000 ოჯახიდან 15,000 გავაკოცე ამ 15,000 ამ 15,000 ოჯახიდან 7,000 რაღაცა ის მივეცი პირობა რომ რა ვიცი ზოგს არც აგიას ავათარი გარეთ რაღაცა დამჭა 7,000 ოჯახი ხომ დამჭა 7,000 ოჯახი ოპოზიციური თან 4 სული არ არის 5 ავიღეთ ოჯახიდან ერთი ადამიანი კვირაში ერთხელ გამოდიოდა სხვა 7,000 ადამიანი ეხლა შენ მითხარი რომ აქ თუ 7,000 ადამიანი გამოდის იმავე გათვლით ბათუმ თბილისში ეგ არის დაახლოებით 400,000 ადამიანი ზუსტად იმავე და ეს რო ხდებოდეს ყველა დღე აი კვირაში ერთხელ აქ რო 7,000 ადამიანი გამოვიდეს დედას პიცა ვარ ბიზინა გადმოვა აქეთ ფარეს იმიტომ რომ 400,000 თბილისში გამოდის და რაღაცა ყველა ამ გათვლით გამოსავალი არის ხალხში ჩვენში ეს ძალა პროპორცია კოცებისავე სტატისტიკით ანუ თბილისში შემთხვევაში ეს 400,000 კი რეალ 500,000 ისტორიას აქვს ხო და ამ საქართველოს მოქალაქეებს ოჯახში ერთ ადამიანს თუ არ უნდა კვირაში ერთხელ გამოსვლა და აი გეორგიევსკის ტრაქტატის მეორე გაფორმება თუ არ უნდა ამის გამოსასწრო ხო არაფერი არ ყოფილა მაშინ გამოსავალი ან რა ვიცი ახლა საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ და რაღაცები ალბათ კიდე შეეგუებიან მაგრამ თუ გვინდა რომ გეორგიევსკის ტრაქტატი მეორე არ მივიღოთ და აი მამუკა პიპიას დასრულდა ის არ მოხდეს და რაღაცა არ გააფორმდეს ოფიციალურად თორე არაოფიციალურად მე წლების წინ ამას ვიძახდი რომ რუსეთი ვარ და მაშინ დამსრულდა ბევრი მათ შორის ეს ახმისკას იმ ხალხის 2-3 მეგობარიც კი მაგრამ გავიარეთ ეს ამბავი ხო ოფიციალურად თუ არ გვინდა რუსეთი გამოდოთ ეგ არის ანუ უმარტივესი ამბავია კვირაში ერთხელ ერთი ოჯახიდან ერთი ადამიანი აი 5 თუ არის ოჯახში ერთმა რო გამოვიდეს ოჯახის ერთი წევრი გამოვიდეს აქციაზე დედას პიცა ვარ აი 7,000 ადამიანი აქ ყოველ კვირაში გამოვიდეს და 500,000 თბილისში რავი აი დავიფიცებ რომ ბიზნესა გადმოახეთ ფარეს იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი ამბავი არის 500,000 ადამიანი თბილისში რო დგას და 7,000 აქ რო დგას და რაღაცა 5,000 ქუთაისში რო დგას და რა ვიცი ან რაღაცი დგას ფიზიკურად შეუძლებელი არის ეგ ჩახში ეგ პროტესტი ჩახში არაფერს არ გულისხმობ ამაში რაღაცა 7,000 გამოვიდეს და მე დაამფრიოს არა ანუ ფიზიკურად მშვიდობიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდეს ადამიანები ბევრი დგარა ქუჩაში აი აგერ პოლიციელი რო არის რომელიც სიტყვაზე ამის შესად არის ამ 7,000-ში შანსი არა რომ ან მისი მამიდაშვილი ან დეიდაშვილი ან დიშვილი ან ძმისშვილი არის ანუ ისიც ვეღარ ძალადობს იმიტომ რომ ან თვითონ დგას და ან მისი ძმა აქციაზე ოჯახიდან ერთი წევრი თუ აქ არის გამოსული ხო მეორე წევრი პოლიციაში მუშაობს სავარაუდოდ და ხო ბუნებრივად ხდება ეგ ამბავი მაგრამ აი ახლა სამწუხაროდ პატრონ ჩვენ კი გვინდა რაღაცა კარგი ცხოვრება მაგრამ ამ ოჯახიდან ყველა წევრი ახლა სახშია და რა ვიცი აქ რამდენი კაცია 50 50 50 ოჯახიდან მოდის თითო ადამიანი ხო და
ხო, ну რა ვიცი, საბოლოო ჯამში ეს რითი დასრულება მე არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ კარგი რამით არ დასრულება და ხვალ მამუკაპიტიას წინათ ხმა რო გამართება რაღაცა რუსეთთან ჩვენ რაღაცას გავაფორმოთ. კი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ხო რა უნდა ხალხს ჩვენ რაღაცა და ბოლო პერიოდში გეორგიევსკის ტრაქტატზე რო ალაპარაკდნენ, მენიშნა ხოლმე რომ რაღაცას აპირებდნენ და კი გამოჩნდა დღეს. ყოველაცები იტყვიან, რომ კაცო რუსეთი ჩვენი მეზობელია, ერთმანეთია, რაღაცა ისეა, ასეა, აბარა. თუნდაც გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება. მაგასაც გააправებენ, აი აქ პროზიან საჯარო მოხელეები იმათ ნაწილი, ზოგი ისე რაღაცა ბიუჯეტი რომ არის, მაგათი ნაწილი და ხო რა ეგრე ცხოვრობდა ისტორიამ ეგრე შემოგვინახა ჩვენ რაღაცა ფილიპე მახარაძეები და ეგეთიც ეგ ხალხიც იყო და ხო ეგ ხალხიც ამ ერთ ეგ ხალხიც ყავდა და ხო ეგენიც ყავს რას დიდი მადლობა. ეს თემურ გურგაძე იყო მოქალაქე ამ პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი. ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია დღეს როგორც ხედავთ აქციის მონაწილეობა მოაწყვეს ესეთი დროშა სანთლებით გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად და დღეს ამ საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილია ანწუხელიძე უკვდავია რუსეთი ოკუპანტია. ეს საპროტესტო აქციები გრძელდება საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას აქეთ რაც პრაქტიკულად გამოგვიცხადა ქართულ მოძრაობამ რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში. მალხან შეიძლება ერთი წუთით მინდა გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. დღეს რას ამბობს თქვენთვის გიორგი ანწუხელიძე ეს ამბავი რის მთქმელია თქვენთვის განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როცა ჩვენ ვისმენთ გეორგიევსკის ტრაქტატზე ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებებს, რომ როგორ გადაარჩინა თურმე საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატმა, ხო? ანწუხელიძე უკტავია ეგ არის ეგ თვითონ ამბობენ, მაგრამ სხვა კონტექსტში და მე აი ამ გეოგრაფიის ტრაქტატზე რაღაცებს უყვებიან ხალხს და აჯერებენ რაღაცებს, რომ თურქეთის გეშინოდეთო რუსეთი არ ყოფილიყო ეს უკვე იმაშვებიან რაღაც პერიოდი დაიცვა საქართველოს, ასეთია კობახიძის განცხადებები, მაგრამ ხო ისტორიკოსები ამბობენ რა რისკად დაიცვა, ხო, იმიტომ რომ მალევე გვახსოვს როგორ შემოისია აღა მაჰმად-ხანი საქართველოს და ნაგისრი ვალდებულებები არ შეასრულა რუსეთმა ეგრევე კზანისის ომში. მე ახლა იცი შეიძლება ბევრმა ისტორია წაკითხული არ ქონდეს და რაღაცა უნდადეს რუსი ტურისტი, იმიტომ რომ რაღაცა ფულს ხარჯავს მასთან და ხაჭაპურს უცხობს და რაღაცა ელარს უწელავს შეიძლება და მაგით რომ რაღაცა ფლიანობაში რუსეთ მოსკოვს ბომბავენ გადაუცე იმას შევახსენებ რა იმას განსაკუთრებით მაგ ტრაქტატის მოყვარულთა ხალხს რომ ჯერავთო ტრაქტატი არის ეს რაღაცა ჩვენი გადარჩენის ისა როგორ უნდა უთხრა ხალხს ჯერ წარმოგიდგენე როცა მოგიკრენ აგერ ახლა ანწუხელიძე რომელიც თელბა თაობებმა იცის რომ ეს არის ჩვენი გმირი და თან ამით ეუბნებიან ხალხს გმირი არ უნდა იყოს რა როგორც ფილმებში ახლა მე როგორც ხელოვანი აი ძველი ფილმები უმეტესი კომუნისტები უკვეთავდნენ რომ გმირი არ უნდა იყოს იმიტომ რომ გმირი თუ იქნება იმიტომ მარცხდებოდა ძველ ქართულ ფილმებში გმირი და შენ გმირი არ უნდა იყოს მოკვდები შენ თუ გმირი იქნები და ამერიკული ფილმები როგორია გმირი იმარჯვებს ამიტომ უნდა იყოს გმირი და ეს ახალი თაობა სხვადასხვა ეს ყველა არის გმირია ამერიკულ ფილმებზეა გაზრდილი ვერასდროს ვერ გაზრდიან რუსულად აი იმ ძველ ფილმებზე რომლებიც მე კარგი ფილმებიც გვაქვს რა თქმა უნდა როგორც მონანიება და ეს არის უმეტესი უნდა თუ აი გმირი არ იყოს ადამიანი აი ესეთ რაღაცა აი ჯურის დანთორა საქართველოს დროშის დანთორა ახლა შეუძლებ რომ მე დამეჭირო მაგალითად დამაჯერშება ხვალ ჯარიმენ გამომიწეროს მაგრამ ვერავის ვერ შეაშინა მე ახლა გმირობაზე კი არ ვდებ თავს მაგრამ არის ადამიანები ათასობით ადამიანი გამოდის ხედავ თითქოს ამ თავებს ითლიან მილიონობით ადამიანია ქართველი მილიონობით ემიგრაციაში რომლებიც არიან ქართველი ყოველთვის გაწირავს ქვეყნისთვის თავს როგორც ანწუხელიძე და ხავ ჩვენ ერთეულები რომლებიც ანწუხელიძის სახით და რავი მეთქვა ეს აქვს დაბადების დღე და ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალ მოიხსენიათ ანწუხელიძეს და ის ოჯახს რა ვიცი სამწიგლებს და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავი აი ცოცხალ გმირებს რომლებიც დღეს ციხეში არიან და მათ ოჯახებს თავისუფლება ქართულ ოცნებაში რა ხდება ამასობაში თქვენ დაკვირვებით დღეს ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა დაპირებული წერილი ბრძოლას ვიწყებ კაცი ტიგინეცა ანუ თავის ქართულ ოცნებაში ჩემი აზრით არის შიდა ამბავი როგორც ღარიბაშვილმა რაღაცა განცხადებას აქვეყნებს არ ვიცი რას აქვეყნებს არ ვიცი რას აპირებს ის კიდე ჩვენი შესაძლებელი და ის დარჩა ეს ადამიანი ანუ როგორც
ღარიბაშვილთან პრობლემა აქვს, ეხლა რო აგინებენ ლანძღავენ, როგორც აი რიჟვაძეს ლანძღავენ, როგორც ბევრს და სხვათა შორის ბევრი ვინც ამის მომხრე იყო, მე ამის ქალაქში ვხედავ, ბევრი ბევრს აღარ აქვს საერთოდ არაფერს იმედი და აღწევს საუბარი, რომ ხდებიან რა შესაძლოა. და რაც არ უნდა ეხლა ტიმჩენილებად უნდათ გადაქცევა, ვერ გადაიქცევიან, იმიტომ რომ მე წარმომედგინა, მაგრამ ბევრს ვერ წარმომედგინა, რომ მოსკოვს დაბომბავდნენ და მოსკოვს ბომბავდნენ და ეს ძალიან აწუხებთ და რატომ უნდა გაწუხებდეს, როცა შეგუშინ წინ მოსკოვი შეგბომბავდა. მანდამაინც შენ უნდა მოგიკლას, ამწუხელიძე შენი ოჯახის წევრი უნდა იყოს, მანდამაინც შენი შვილი უნდა მოკლას, მანდამაინც რა ვიცი, ჩვენ ბათუმი უნდა ცეცხლში ყოფილიყო, როგორც რუსებმა 2000-ში გააკეთენ. აი როგორ უნდა შეიძლება რუსი ხალხი რაღაც მომენტში შეიძლება ნათესავი ყავდეს და შეიძლება ვიღაცასთან რაღაცა, მაგრამ როგორ შეიძლება რომ რუსი გიყვარდეს და ქართველი შენი მოქალაქეს იძულებდე და მტერს უძახოდი. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის ბრძოლობენ და რა ვიცი, მაგ დასრულებულია. არანაირი არჩევნები არა ამათი ამავე დასრულებულია, როგორც დასრულდა რამოდენიმე წელს უკან ბევრი მთავრობები. ისე დასრულდება დასრულანაბაშიძე. ადამამ გამოვიდა აქ და უთხრა, აი ისე გამოვიდა ბატონი ბიძინა და ეტყვის თავის ხალხს ადამამ. და აი მე ნახავენ, მე ბევრჯერ ვუთხარი, მთავრობის წევრებსაც ვუთხარი 9 აპრილის მენაზე. დაფიქრდით, როგორ წავიდა სლამიძე, გაიხსენეთ მეთქი და აი ისე ეტყვის ადამამ. ადამამ. მადლობა, ეს მალხაზირემაცია იყო, თქვენმა სუსმენდი ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი კიდევ ერთ მონაწილეს მოვუსმინოთ. სამომშვიდობისა გოჩა, მინდა რომ გაგესაუბრებო შეიძლება. რას ფიქრობ შენ დაკვირვებით რა ხდება ქართულ ოცნებაში, ბიზნეს დაჯგუფებაში, ღარიბაშვილის წერილს ალბათ ნახავდით უკვე Facebook-ზე გამოქვეყნდა. ბრძოლას ვიწყებო ღარიბაშვილის გზავნილი ესეთი და მაიძულესო რომ ჩართულიყავი ამ პროცესებშიო, ხო? და ივანიშვილი არ უხსენებერებს ორი ამ წერილში. რა გამოჩნდა ამ პროცესში თქვენთვის? რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ ახსენებდნენ, რომ საჭიროა დაუმატებდა. ერბი როგორ შეიძლება ახსენოს ბინძურმა კორუმპირებულმა ადამიანმა წმინდანა შერაცხული ბიზინა, როგორ შეიძლება ღარიბაშვილს მაგრამ ქავერის ფოტოს დააბრუნებს ეხლა მანდანუნუკა Facebook გვერდზე და ყველაფერს დაალაგებენ და მამუკას პოლიტიკურ გვამს ჩამოატარეს მანენ დინარე მე მoni ესე ვფიქრობ. ანუ მამუკას დააჭერინა, დინარაძეს დააჭერინა ღარიბაშვილი და ღარიბაშვილი საჭერინებს სავარაუდოდ დინარაძეს. ვინ? საფუძვლებს წმინდანი ბიზინა ივანიშვილი რატომ აწყობს ეს? როგორ? რატომ აწყობს მას ეს? რა შედეგზე გადის ამით? რა ვიცი, ერთმანეთში დაპირისპირება რატომ არ აწყობს ან დახლეჩვა დაყოფა ეგრე მოდის ხემდე. და ასუსტებს ყველას და ყველა. ხო, ეს დაპირისპირება ხო ასუსტებს იდეაში ჯგუფს და რა შეჭირდება ამ დაჯგუფებაში დაპირისპირება? თუ შიდა კონკურენცია ამ ფორმით აწყობს ივანიშვილს? ანუ არჩევნები გაუქმებულია, ყველაფერი ძალაუფლება შეცად ჩაგდებული და რავი როგორც დაიგვიდება ხათიათი თქმა ისე აკეთებს. ღარიბაშვილის კლას აპერიშვილის ყობახიძის კლას პერიქით და რავი იმათ აპერიშვილებაში დაყოს ამ დაფუძნებაში და განადგურებაში აი კანშორის სიამბაში როგორ დაპირისპირება, როგორ ასახის დაპირისპირებაა თქვენ დაკვირვებით, აი თქო ყობახიძის მომხრებსა და ღარიბაშვილის მომხრებს. დინარაძე ფლანგია და ღარიბაშვილი მისოდებული ძველი გვარდიანა და ამით აი ღარიბაშვილის გვარდიანასაც ეუბნება რომ თუ ჭკვიანად არ იქნები ამ წყარებში იგივე ბეცკაი ზიარებენ და ყობახიძესაც ეუბნება რომ თუ მანაჭკვიანად არ იქნება და თავში თუ აუვარდება იგივე ბეცკაი ზიარებს რაც გაიზიარა მისმა წინამორბედმა რავი დინას ადრე დინას და არავინ არ იცის დახტება და ნებისმიერი საზრება ვეფიქრობ ინდივიდუალურია და ნაკლებად შეიძლება იყოს მოდიულად ახსნადი მისი გადადგმული ლაგუნები. ავი, მე რო გითხრა, ანუ არც მაინტერესებს თქო ღარიბაშვილი რა თქო ბიზნესა და ბიზნესი ღარიბაშვილი სისტემის ერთი ავი შემადგენლობაა და რაც უფრო მალე მოვიშორეთ და გავასრულებ ხოსიანობა ხალხგანაში. მიდის აქეთკენ პროცესი. აი ხა მალხაზის ვესაუბრებოდით ირემაძეს. მისი პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურია, იმიტომ რომ მოსკოვს ბომბავს უკრაინაო და ეს არის მთავარი ამბავიო, რაც ვერ წარმოედგინა ბევრსო, იმიტომ რომ ფსონი ივანიშვილის რუსეთს აქვს ადებული და რუსეთი მოსკოვი ბომბავს უკრაინა. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება, მაგაში დარწმუნებული ვარ და იმაში დარწმუნებული ვარ, უკრაინა ოფიციალურად გაიმარჯვებს, მაგრამ როში ახლა მოკლევადიან პერიოდში ვერ ხედავ ამ ომის დასრულებას და გამარჯვებას უკრაინაში. უკრაინა რო გაიმარჯვებს, ავიცი, ანუ პუტინზე მეტად ივანიშვილის გამარჯვება, ამაში ვარ დარწმუნებული, ერთადერთი საქმიანი და საფუძველი ყავს კრემლში, ჩილოეთში და საფუძვლები რო გამოიწვება
ამ ფინეთ ექნება საქმე ჩემი რაბი. ანარჩენი ახლა უკრაინის გამარჯვება შანსია და შესაძლებლობაა. ყველას უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენი ომი უნდა მომიგოთ აქ საქართველოში, ომში რა თქმა უნდა გულისხმობ. არა ეს ჩვენი ომია, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ და ეს რესურსი არის რაც სწორია ჩვენში. და ჯერ კიდევ არის ამის საშუალება რომ გადავჭეთ. რავი, ნორმალური ადამიანი ვინც ერაკითხვა გამრავლების ტაბულა და რავი საშუალო განათლება მაინც აქვს, უმრავლესობას აქვს. საუბრობს ამ ფაქტიკოს თანახმად ივანიშვილის შოუ, რავი, არჩევნებით იქნება იქ რომ მივიდეს ოცნება როგორ უნდა დაუჭირო ხარი ვერ ხო რა ბევრისგან მესმის არგუმენტები ალბათ თქვენც იგივე გესმით უკვე ქუჩაში რა ვიცი ტრანსპორტში ასე შემდეგ რომ რა აზრი აქვს ბრძოლას მაინც ვერ ვახევინებთ უკან ლიდერი არ გვივარგა ოპოზიციაში ოპოზიცია არ ვარგა მას არ აქვს სტრატეგია ლიდერი არ ყავს და ასე შემდეგ ეს საკუთარი პასუხისმგებლობიდან გაქვს თორემ უმრავლესობა იაზრებს აბსოლუტურად საფრთხეს რომლის წინაშეც არის ქვეყანა სადაც არის უკვე ქვეყანა პრაქტიკულად უმრავლესობა არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა ანუ საკუთარი როლზე უარის ხმა და სხვაზე ისები გადატანახონ. რა ვიცი, ვინც ეგრე ფიქრობს, თამაშს საამბევ ადამიანები, ეგ ყველა რომ გამოდიოდეს და საკუთარ სიტუაციას და პოზიციას აფიქსირებდნენ, ივანიშვილი ძიხნით უკან აღარ იქნებოდა, ძალაუფლება აღარ იქნებოდა მიტაცებული ხელისუფლებას არ მიყოდება. ჩვეულებრივი რა გულბატონები არიან და ვერ მოახდენდა გულბატონებას ამხრივ. მაგრამ გამოდიოდითო, ხო, საკმაოდ ხალხმრავალი აქციები იმართებოდა. შეიცვალა რა არ გამოდიან ახლა, რა ვიცი. 28 ნოემბერს გამოვიდა 2024 წელი მასმენე და მე უკეთესობის შენა. მაგრამ თუ დაინახავს ვთქვათ რომ ეს ხალხმრავალი აქციები რაც იყო როგორც ფაქტობრივად ნუ თბილისში განსაკუთრებით ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ასე ვთქვათ ბერკეტი იმისთვის რომ შეიცვალათ ხელისუფლება ეს არ არის არგუმენტი თქვენთვის რომ ანუ ერთადერთი საშუალო ბერკეტი ეგაა ანუ და საკუთარ პასუხისმგებლობას გაუგზავნა და ანუ უარს ამბობენ და სხვებსკენ ანუ გადაბრალებაა და ანუ არგუმენტების და მიზეზების მოძებნა ჩემი აზრით ხო რავი 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ ხოლო გამოვიდნენ და მოთხოვნები ჰქონდათ რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაშიო ჩატარდა მასე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამას დაემატა პოლიტიკურები ციხეების თავში და რავი ნებისმიერი ასაკის ადამიანი გიორგი ჩახუნაშვილი და 70 წელზე მეტი პედიატრი და მსახურებული პაატამურ კულაზე რა ვიცი ია მაღლობელი ახალგაზრდა ფიჭების ვიადი რა მათე რა ნებისმიერ 18 წლის ბავშვები ციხეში გახდნენ 18 წლის და რამე შეიცვალა რა და ოკუპირებული ქვეყანაში ან წუხელიძის ქვეყანაში ვისმენთ ოკუპირებული ქვეყნის ასე ვთქვათ ქართული ოცნების პრემიერისგან რომ არ უნდა დაუძახო რუსის რომ ის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია და რუსოფობიათ აფასებს ამას ხო ირაკლი ყობახიძე არის ჩამოყალებული რეგვენი და შესაბამისად მისგან რამე საჭირანოს არ ველოდები და საკუთარ შობელსოც უცარის შობელზე ეგ შენარჩუნებული აქვს სანამ ბიძინა არ ეტყვის ბიძინა უნდა უთქვას რომ შობელსო შობელი თუდად მოიხსენიო რა თქმა უნდა მაგრამ რატომ დაიწყეს ეს ლაპარაკი თქვა იგივე რუსოფობიაზე ყობახიძემ ასევე გიორგიევსკის ტრაქტატზე რომ კარგი ყოფილა თუნდაც გიორგიევსკის ტრაქტატი და გააყალბა პირდაპირ ისტორია ირაკლი ყობახიძემ ხო მათ შორის გიორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით რატომ გააქტიურდა ეს აქცენტები თქვენი აზრით აჩვევს საზოგადოებას და ისტორიის გადაწერას აპირებენ გონიათ რომ გადალახავენ და რაღაც შესაბამისი მომენტი გონიათ რომ ეს ქვეყანა აქციონ ისევ დაუბრუნონ რუსეთის გავლენის ან გავლენაში ოფიციალურადაც და რეალურადაც და გონიათ რომ რადგანაც ქუჩაში ახლა რა გულწრფელად ძალიან ცოტა ხალხი ძალიან ცოტა ხალხი ვარ მაგრამ ამათ ობიექტური მიზეზებისა ავი სასწრაფო რა ხალხი ქუჩაში და ყველა დაპროტესტებს და მე ვფიქრობ ამ პროტესტს ძალიან დიდი ხარჯაჭერა აქვს საზოგადოებაში და მათ ფიქრობენ რომ არა აქვს ხარჯაჭერა და ტესტავენ რეაქციებს და ფიქრობენ რომ ახლა არის მომენტი რომ ბოლომდე შეასრულონ თავისი ამოცანა და მიზანი და ბოლომდე გახდნენ რუსეთის დაქვემდებარებულები რაც არ გაუვათ და ეს მოსინჯვებია მორიგი რავი ივანიშვილი ახლა ყობახიძეს ახინჯინებს ნიადაგს ამოწმებს როგორ შეიძლება გაუვიდეს ეს ყველაფერი თუ ჩათვლეს საჭიროდ რავი ყობახიძეს შეცვლის ახალ პრემიერს დანიშნავს და იმას აგრძელებინებს სულ პოლიტიკას და ასე შემდეგ. და მე ვფიქრობ არ გაუვა ამ ხელის ქვეყანაში რუსეთი ვერ იქნება ფიზიკურად და რა ვიცი თუ ამ ბიჭების სიცხე ამ ბიჭების სიცხე ანუ ესე ანუ ვერ უნდა დააფასოს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და მათი გაერთებული სპორტი ვერ უნდა დააფასოს ამ ქვეყანაში შესაბამისად მათი ამ ქვეყანას არ ექნება მოვალე არა მე ვფიქრობ ამ ქვეყანას არ მოვალე რომ ამ ქვეყანაში ამ ხელის ცხოვრობდა ამ ქვეყანაში ამ ხელზე გადადო თავისი ყველაზე ფასი სიცოცხლე და რა ვიცი ადავიდა ამ ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოს როშად ხეხი
და თავისი გლოცა შეწირა ამ ქვეყანას და ბევრი აღმოსავლეთი ყავს, ბევრი გმირი ყავს და ამერიკის აღებულს რო აუცილებლად გაითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეები და გაიცავენ და მაშინ დაწონებულო და ვიღაც ისი რაღაც რიქმული გეგმები რო აქვს ესეთი იქნება ვერ იქნება ამაში დაწონებული ვარ ვარ იყო დაწონებული საქართველოს სიტყვაზე ეს წამით პროტესტები არა ამ ქვეყანაში ასკავჩედები ეს წამით ვფიქრობ რომ ჩვენ ბრძოლას მარტის ხარ გაზრდილი თვითონ ამაჯობა გადაუვალე უბრალოდ მოხილება გინდა გამძლეობა გინდა თავისი თვალით კატანა და კოლომბიის ზონა სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს უთუმბატონი და მისი ბანდა რავი ბანკოტები დიდი მადლობა ეს გოჩამ ჟავანეძე იყო პროევროპული წინააღმდეგობის აქტიური მონაწილე ეს იყო ბათუმის პროევროპული აქცია დღეს 18 აგვისტოს ისევ გაიმართა ბათუმში მორიგი პროევროპული საპროტესტო აქცია და ეს აქცია გრძელდება უკვე 600 დღეზე მეტია როგორც ახლა აღნიშნა ჩვენმა ბოლოს სტუმარმა 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ რაც ირაკლი ყობახიძემ პრაქტიკულად თქვა რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს მას შემდეგ როგორც ბათუმში ასევე თბილისში საქართველოს სხვა ქალაქში იმართება სწორედ პროევროპული საპროტესტო აქციები და მოქალაქეები ძალიან მკაფიო და ხმამაღლა ამბობენ იმას რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დახურვას ამ ქვეყნის ჩაკეტვას ევროპისკენ და არ შეეგუებიან იმას რომ დიქტატურა იყოს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანას ყავდეს სინდისის პარტნიორები ამიტომაც მოქალაქეები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში პროევროპულ საპროტესტო აქციებს ეს ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი ინტერნეტ-გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა მადლობა ყურადღებისთვის მდროებით